გარბმობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს ესტუმრა. მოსახლეობა საკუთარ საერთო გასაჭირზე საუბარს ადვილად დაგვთანხმდა. სოციალური პრობლემების გარდა აქაურობისთვის ერთ-ერთი მტკივნეულის საკითხი აწყურის ციხისა და ტაძრის სავალალო მდგომარეობა. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები ყოველდღე ზიანდება, თუმცა მათი რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში ამ დრომდე არ დგას. Რომ ციხესთან დაკავშირებით პრობლემა რო გვაქვს, მაგიტომ მოვედით აქ, გელოდებოდით რომ მოსულიყავ. ციხესთან დაკავშირებით რა პრობლემა არის? აი, ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა ის კედელი და კიდევ კარგი რომ ღამე იყო, თორე დღე ალბათ რაღაცა მოხდებოდა, უბედური შემთხვევა ღმერთმა დაგვიფაროს. აქ ბავშვები დადიან სკოლაში, პატარები მიდიან. მთელი გზა სავსე იყო ქვები. საჭიროებს სწრაფ, რა ვიცი, აღდგენას ან შეკეთებას ან გამაგრებას ან რაღაცას სწრაფს. გარდა საერთაშორისო კონვენციებისა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული. მხარეებმა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში უნდა ითანამშრომლონ იუნესკოსა და ევროპის საბჭოებთან, რათა ხელი შეუწყოს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასევე შენარჩუნდეს და სათანადოდ განვითარდეს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ღირებულებები. ეს ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან ჩვენ ქვეყანას დაეხმარება, რომ ისეთი წარმატებული ქვეყანა იყოს, როგორც თქვათ ევროპული ქვეყნებია. ამისთვის გათვალისწინებული არის რეფორმები, გათვალისწინებულია კანონმდებლობაში ცვლილებები და პრინციპში ის რაც წერია ამ ასოცირების ხელშეკრულებაში, ყველა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ეს ეხება სოფლის მეურნეობასაც, ეხება ეხლა ჩვენ ციხესთანავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც, ეხება როგორც სულიერ ძეგლებს, ასევე მატერიალურ ძეგლებს. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გარდა ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ სოციალურ საკითხს ტყიდან მასალის მოტანა წარმოადგენს. აქ 1 კუბური მეტრის სამასალე ფიცარი 250 ლარამდე ჯდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მისი გადახდის თანხა არ აქვთ. შეშავს უძლევენ 15 ლარს. არ აძლევენ საშუალებას დახერხოს, ადამიანმა მიიტანოს ზაბორი გააკეთოს სახში, პოლი დააგოს. არავის აღარ აქვს, 20 წელიწადი აღარ გაცემულა. ყველას ეს პრობლემა აქვს. თუ ვინმე რამე სახერხს შართავს, ყველას იჭერენ. მოსახლეობაზე კაცი არ ფიქრობ. ის ასოცირების ხელშეკრულება იმისთვის არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროპელები ცდილობენ დაგვეხმარონ ჩვენ გამოუმჯობესებას ჩვენთან ურთიერთობა შეცვლაში? არა, დავასრულებ. ესე იგი, ის ხელშეკრულება იმას გულისხმობს, რომ დაგვეხმაროს ჩვენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესად მუშაობდეს და მათი გამოცდილება გავიზიაროთ ამის მოწყობის, მათ შორის იმ ტყის სარგებლობის. ამ ხელშეკრულების მიზანია, რომ ჩვენ ქვეყანას მათი ექსპერტიზით და თქვათ რომ ფინანსურადაც დაეხმარო. ადგილობრივებისთვის კიდევ ერთი პრობლემა მეწყრული ზონა. 23 ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გამო იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. ისინი თავს დროებით მთავრობის მიერ ნაქირავებ ბინებს აფარებენ. წყობრიდან გამოსული სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ამორტიზებული შიდა გზები. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მოგვარებას ყოველწლიურად პირდებიან. Subuk imaginați, vei aramolis. Aramolis, da psio. Scori pomoși, zamtarsi საერთოდ ჩვენთან არა. არა, ვერ ამოდის კაცო. ამატყობი, უნდა მოიკიდოს, უზრე ჩამოიყვანო ეკლესიასთან. რომ კაი, თორა დაიგა, არის გალიპული. იქ გამოუსწორებელი ადგილია, გამოუსწორებელი. შეგვირდნენ, გავაკეთებთ და აგერა აკეთებენ დღესაც და არავინ არაფერი. ვინ შეგვირდა? აგერა გამგებელია. იო, აგერა ბინებას გავაკეთებთ. აწყურის მკვიდრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მან მოსახლეობის პრობლემები პარლამენტამდე მიიტანოს. მათი თქმით, მთელი სოფელი გამგეობაში დეპუტატთან შესახვედრა წასვლას ვერ შეძლებს, ამიტომ უმჯობესია მათ მიერ არჩეული საჯარო მოხელე მოსახლეობასთან თავად მივიდეს, ისევე როგორც ამას არჩევნების წინა პერიოდში აკეთებდა.